აი დედა რა ვქნა აი რა უყოჩემოძორავა დაქტოვე ნიუზებს წელსასხია აგერ სხლები აგერ ყველაფერი დედა რა ვქნა რა მოვაღერღო მე რომ მოგვდი აქ ვინტავა მიყვაძე ჩემს საკაზო გამომშვიდობად ანერ კალანდაძეს ხემაღალში საკუთარი აშენებული სახლი ედგა. ყველა დამხმარე ნაგებობით, რასაც სოფელში იყენებენ. უიძეს. და ინდრო საქალარო წვედი ხომე ძროხას. ჩემო ძროხ. 90-იანებში დაწყებული სახლის მშენებლობა იმთავითვე შთამომავლობაზე გათვალეს და 6 ოთახი მოაწყვეს. Perché sfruttare tutto il rado tutto le bevi mi attiva scene ascianda mi scanda bangria cioè mi scanda bevico ანერის სოფელში, ხემაღალში, სტიქია 2025 წლის მაისში დაიწყო და ზაფხულის ბოლომდე ნგრევას რაც გადაურჩა, სექტემბერში მიწასთან გაასწორა. სტიქიის არეალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში 68 ჰექტარზე გავრცელდა. გეოლოგებმა მეწყერი ასე შეაფასეს, ძალიან ღრმა და ექსტრემალურად დიდი. შპალიერი გაიხაბებო. და ვეკითხე ჩემს შვილს, ბები, ეს შპალიერი რაღაცა იხება გრახათა ჩვენი საქმეები. არა კაცო, რა იცი, რა დახედა. ასე იყო ბებია დაგლე ესე გაპობილებს შპალიერები. იმაზე კარნიზა ძირითკენ თავზე. მე მოვაწყეს გავხედე ძინავს ბავშვი და მეც გევიხარი ახლა სადაც წერს ისი. კარები ბებია ასე მთვალი კაცი ასე მოღრარტული ჩარჩოი დედაგი თანგო ადეგი ბებია გონია სახლი გვენგრევა და გამევიყვანე თუ არა და მართლა დიფხარა სახლი სულა გამოვასწარი ესე ღმერთმა დამიფარა მეც ოჯახმა მხოლოდ ჯამჭურჭელი გამოიტანა საწოლი კარადა მაგიდა თელი ავეჯი ნანგრევებში დარჩა მიწამდალია 5 ჭური ღვინოც. ეს ჩემი სახლის მასალა, იმებია დაწყეთე დატეხილია სულან თლარ. 86 წლის მოხუცი ზესტაფონში გადავიდა. წელიწადი სრულდება, ქირით ცხოვრობს. სამასლას თორობა მაძებია და ასლაშიც მახტები ეს ბინის პატრონი. 500 ლარს ღებულობ 5 მანეთი აგლია. ბებია ჭამახოგინა, სმახოგინა რა დამსახლე. მიხარი. პენსიით აბაიშება. ქირა სრულად არ გიხდიდა. არა ბებია. 300 ლარს გაძლევს. 300 ლარს აჭერენ ყველანი. და ასე იგი ბინა გაქვთ ნაქირავები 400 ლარად. 400 ლარად. და 100 ლარს თქვენ ამატებთ. 100 ლარს მე უმატებებიკო და. ქირას მაინც რატომ არ გიხდიან სრულად? რატომ მიხდიან? მე ეს არ ვიცოდი არაფერი და მეწერა მე განცხადება შემეტანა და ხალხს უტანია განცხადება მე დემინტვერი ბებია და რაღაც გავაკეთებდი. არ გიჭირთ იქ გაძლება ქალაქში? მიწის არა ბებია შეწუხებული ვარ შეწუხებული საკაკად იღავთ ბენზა ჩემს რა მინდა კორბუსი ბებია ერთი წელი ვიცოცხლე იქ აქანა 3 წელს ვიცოცხლე სახლი დირვაშო მოხუცებული რომ წავა იმ სოფლად ბებო გახარებული წევიდე და მე დაიმაგული მაინც ხემაღალსა და ღვერქში 86 შენობა მიწასთან გასწორდა. საცხოვრებლად უვარგისად იქცა 120-ზე მეტი სახლი, რომელთაგან ერთ-ერთი თამაზიაშვილს ეკუთვნოდა. აქ დევიბადე, აქ ევიზარდე და ახლა მე თბილისში რო გემაჩუქო, თბილისში მაინც არ მინდა იქ. სადითო მოუთხარ სამიშვებთ. საქონლის აწევი ვიყონო ძაღლი, კატა რამე ხომყავს. იქ წამოითო სასტუროში, ესენი სასტუროში წამოიყონოს უყოლა იმეთქი. ძროხა, ისიც. არა, მაგ საწევი ვიყონო, ესენი თოდები არალიან. რამდენი წელი ცხოვრობდით ბატონ თამაზ? 50. თამაზმაც დანარჩენებივით შარშან დატოვა სახლკარი, მაგრამ როგორც კი გამოზაფხულდა, უკან დაბრუნდა. სახლის უკან სამზადის შეათევს ღამეს. სხვა გზა არ დარჩა. სხვა არავინაა მისი 50 წლის ცოლიკაურის ვენახის მომვლელი. ეს უყვარდა შვილიშვილები. ამის გულის თორობა. მეტილება ხომ სულა. რატომ? ამაგაც გააფუჭებს. თავრობას ფეხებზე გიდია.
გადიიძახიან, მეც არაფერს არ აკეთებენ. უთხარით, სამოსახლოო მოგვეცი. ერთიანად წავართ, ერთიანად დევესახლებთ, აქ ქვეყნის სახე იყო მაშინ. სულ მოთხრა. არ სამოსახლოოს მოგცემთ, ჯერ 30 დაიწყეს, მე 50 დაიწყეს და გაჩერდებიან, ესე თუ წახვალ, თუ არ წახვალ, ნუ წახვალ, ფეხებზე კიდე ასე რომ ვთქვათ. იქ შემეიყვანეს, იქ უცხოელები ფული იღეს იქიდან და ჩვენ ფული არ გქონდა, ამიტომ არ გვაძლევს სამოსახლოოს რა. სულ არ იყო თავარდა ემისა დაბლა. შევიდა და დარჩა ამხელაკ. ეგერ წყალი დაგროვდა. აგერ მოდი აგერ დაინახავდა. დაგროვდა წყალი მევიდა სახლამ. სურამე იყო ყველა ახლა შეხედე. ვა რამხელა წყალია. ეს ოდესღაც სოფელ კურსების გზა იყო. და მოდის უკვე სახლამდე ხეები აქცია სახლთან შეხედე. ხეები დამიქცია უკვე და სახლს დამიგრებს ახლა. ვაუ. რაცა შიგნი იმასაც დედაეტირება უკვე. რამხელა ტბა, პატარა ეს შტორბა, დენის შტორბა დამალულია უკვე. წყალი ხომ მოჩახ ზემოდა. აქანა წყაროები იყო იმ წყლების ძირში და გეიმსო. ახლა იმას ვთქვათ რომ გადამიყვანე ეს წყალი. ნელა უნდა მიცე ნაპრალი და წევიოს, რომ ეგენი ერთად რო წევიოს, ხო წეიღებს თელა და ამგეის მოსახლეობას, დაბლა მოსახლეობას. გეოლოგები არ გვაძლევენ ნებასა, ვინ სიკვდილია გეოლოგი, ერთი მე ვერ გევიგე. მომიყვანე და გერა დამალაპარაკე ერთი და მანახე მის სახში თუ იგუებს ამას. კი დევიქეცი, მაგრამ რაც ამა გადარჩენი იქ ხომ უნდა გევიტანო სახლიდან. თუ მიყიდე რა მაგენ და მომძებე. გოჩაოჩიგავას ეზოში ღელე ჩამოდიოდა. 12 მარტის სტიქიის შემდეგ ჩამოშლილმა მიწამ წყალს გზა გადაუკეტა და უზარმაზარ გუბურად იქცა. სოფელში ასე რამდენიმე ნაკვეთია დატბორილი. გზა არც წყლისთვის გაუკეთებიათ, არც მოსახლეობისთვის, გადარჩენილი ნივთების გასატანად. ვარ იქანა ნაკირევში მიხციან კირისურს, მაგრამ რამდენ უნდა ვიყო სხვის სახში. იქანა ნაკირევში რო ვიყავ საქონელი ეგენი არ მეძრა არ ქონდა რა სამბული დაიგია, სამეკეთები ახ სამბული დაიგი და გავყიდე ეგენიც ყველაფერი. დავრჩი დამშალ. ჩემი ხნის ხალხი ახლა უნდა იდეს და უნდა ჯამოს. და სვას და იდეისვენოს. მე ორ ადგილას მუშაობ ბეტონზე გაცრეული მაქვს რომ დევიზინებ გევიღიზებთ ვარ აღარ ვიცი. რო ეგებო პატარა ფიცრული, რომ მომცენ ერთი 1000 კვადრატი მიწა, რო პატარა ფიცრული შევჭადო, ახალი სახურავია, ხო ხე ახალი აქვს. დავარღო ვინ სახურავს და გზა რო იყოს. გევიდან და შევჭადავ ფიცრიდან ერთ პატარა ქოხს და რაღაცა ვიქნებ შიგნით. მაგრამ არაფერი იმედი არ არის და რა უნდა ვქნა. კაცი 7 არ ვკითხულობს. ჩამევიდა ზუბადა 7-იო და შეიწერა ჩვენი იგენი და ყველაფერს გადავწყვიტა თქვენ სასარგებლოდ. წევიდა 2 თვე არ არჩას ჯერ არის. მოვა ზამთარი არის, უკვე 2 თვე ზამთარი მოვა. გოჩა თავის ნასახლარზე, რომლის მეორე სართულს ახლა საქათმედ იყენებენ, გადარჩენილი ფრინველის დასაპურებლად მეუღლესთან ერთად ამოვიდა. ლეილა თარგამაძე გზად შეუძლოდ გახდა. როცა გული მოიბრუნა, გვითხრა, რომ ასე უკვე ხშირად ემართება. წამება, უძილობა და ყველაფერი. უიმედობა. სულ მაგას ვფიქრობ, დავდივარ მაგას ვფიქრობ. ქალაქში ვერ გამივლია, რომ არაფერი არ და მე ჯახოს მეშინია, მანქანა სულ ჩაფიქრებული, სულ მაგას ვფიქრობ, რა გვეშველება. სხვის გასაჭირს რო ვისმენდი ხარაკაულში რა მოხდა. სულ იმას განვიცდიდი, თურმე მე ჩემ თავზე რა მოხდება კიდე. იმაზე ვარ ესე. იმ ღამეს გოჩა მორიგე იყო. დილისკენ მეზობელმა დაურეკა და შეატყობინა. დავიქეცითო. ჩემი ქმარი მუშაობდა ქუთაისში, მორიგეობდა, ღამეც მუშაობს და დამირეკა. ღამის 4:30 იყო. გამოდი გარეთ, ინგრევა ყველაფერიოდ. რო გავიხედ, გამოვხედე სახლი ჩვეულებრივ დგას, ვიფიქრე, არაფერი არ ჭეს სახლს თქო და რო გამოვედი ეზოში ტელეფონის შუქზე, შუქი არ იყო. სულ მიწა დახეთქილი, ყველაფერი წისკარი დანგრეული, ზაბორი დანგრეული, გზები აყრილი. ჩემ დაუნებურად ამივარ და კივი ვარ მიშველე თქო და მივდივარ ზევით. იქიდან მიყვირიან, თურმე ინგრევა ზევით ყველაფერი, არა მოხვიდე ზევით, არა მოხვიდე. ჩემო მეზობლებმა ძლივს მოასწრო ბავშვების აყვანა და იმ წუთში ჩამოიქცა მიწა. მოუბრუნდა მერე და აგერ უყენია მანქანა. ბავშვების აყვანა. ეს მანქანა ბავშვები კივილი-წივილით აიყვანეს ზევით და გადაარჩინეს ბიჭები იყვნენ ზევიდან ჩამოსულები და ეგი კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემ თავს მოხდა. ეზოც აღარ არის, მიწაზე ფეხი რო დაადგა, ეზოც აღარა. რა გვეშველება არ ვიცი.
გოჩაოჩი გავამ რკინიგზაში 45 წელი იმუშავა. საპენსიო ასაკს რომ მიუახლოვდა, ქუთაისში 6 ოთახიანი ბინა გაყიდა და კურსებში დაახლოებით 1500 მეტრ კვადრატულ მიწაზე სახლის შენება დაიწყო. ბინიდან მიღებული $35,000 სოფელში სახლის შავ კარკასს ეყო. პირველი სართულის გარემონტებას ნელ-ნელა აპირებდა, მეორე სართულს შვილმა და მომავალმა მიხედოსო. იმ ახლად აშენებული სახლიდან, ახლად გაშენებული ბაღიდან დღეს ეს დარჩა. არაფერი არ გამოგვიტანია. ყველაფერში გინდარჩა ხო? ერთი პატარა მაცივარი გვაქვს, მარტო გამოტანილი ამ ზაფხულში ხო გვინდა ცივწყალს მაინც დავლეთ, სხვა არაფერი, და სხვა ყველაფერი სახში დარჩენილი. ზურგით გამოიტანეთ თავად. ზურგით აბა, მრავალი ჩასატანია ამ დანგრეულ გზებზე. მაგათ თუ უცადე აბა, გზებს გააკეთებენო, მაგი როდის იქნება. არ მინდა მე ნაკირევში, მე მინდა ჩემი რომ მქონდეს, რომ მე 10 წელიწადში მოგდები, თუ იცოცხლი ვიდო მაგდენი. ჩემი გასასვლელებელი სახს ხომ უნდა მქონდეს, რომ ღამე გავაციო ჩემს სახლს. სამუდა გავაციო, ნაკირევში უნდა გავსვენდე? შეკითხვას სად უნდა დავიმარხო, სხვა დანარჩენ პასუხგაუცემელ კითხვებთან ერთად სვამს მთელი სოფელი. ჩამოტანილია რა. ეს ყველა დაკარგულია, მით ორ საფლავი არის, პოლიტიკი ყველაფერი მისაჭრელია. დათოულვა სასაფლაო. დასვენება რომც მოინდომოთ, ვერ შეიძლება ვერ მიაგო. იყვნენ იქინა მოსული მის მეპატრონეები, მაგრამ ვეღარ გეიქეს რომელიც საფლავია. ისი ამ ერთმანეთში შენ ცობილი იგენი საფლავები ვეღარ გეიქოს თვითონ. იმას უნდა გაჩეხვა იქინა კარგად გასმენდა და მე მეიძიო შენი საფლავი და იგენი. პირველ რიგში დავაყენეთ საკითხის სასაფლაო. სულ პირველ რიგში ადამიანი რო გავდიცვალოს ხო ამბობ გამოაცხადეს რომ სასაფლაო არის დახურული. არ დასაფლავდება ვინმე აქანა. პირველ რიგში დავუყენეთ საკითხი რომ გამოგვიყავით მიწა. დღესაც არა მიწა გამოყოფილი. ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს. ჯერ არ მომგვიტადა ვინმე, მაგრამ რომ მოგდეს აი რას მეუბნება და მამუკა მეუბნება. წევიყვანთო და დავასვენებთ იქინა მე ისინი. რომელ წელს ააშენეთ ეს რამდენჯერმე? ეს აშენებული არის დაახლოებით 60 წელში. ჯონდო ბეროძე 10 წლის იყო, როცა მამამ ამ სახლის მშენებლობა დაასრულა. რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ის სახლის მეორე სართულია. არ მინდოდა ტირილი, მაგრამ ბოთეს ავიხტიროდი, რო გავდიოდი. პირველი სართული სრულად დამარხულია. მე ახლა 5 ძროღა მყავდა მარტო. ყველი მქონდა, არ მიჭირდა, მე სასმელი არაფერი არ მიჭირდა. ყველაფერი მქონდა, ჩემი საყოფი. გულძენი მომყავდა, სიმინდი მქონდა, ხო და ტალავერი ჭურები ამოტრიალებულია რა ტალავრის ქვეშ. მარანი ავაშენე, საწნახელი ეგერ გარედაჭა, ხის საწნახელი მაგ, პრესები, ღვინო მომყავდა და 100 ფუთიანი ჭური მქონდა, მარტო შენი მოსავალი იმდენი მომდიოდა. ვასხამდი შეგნე ღვინოს. ახლა რა ვიცი, ერთს ვთხოვდით, მაგრამ თუ გზაზე ტექნიკა არ შობიან, თუ არა ამა შეიძლება დავარღობდი. რაცხანაირად. თუ დაიერთვა და თუ ივარღა, თუ არა, მაგრამ საუნდა გააკეთო, მიწა არა, რამე არა. რა სიზამით, რატო დაარღვევდით? ხოხს რაცხა გავაკეთებ, ეგე ფიცრულსა შევალ შიგნი ხემან იგინა, აბა. ერთი ოთახი რო შემოვჭედო. კრავოტი გადაცენილია, დავდგა მე იმ კრავოტში, დავწოვი და დავიზინებ გემაიგაც. ჯონდომ ჩვეულებას ვერ უღალატა და ანგრეულ-დანგრეულ ეზოში ბოსტანი ამ გაზაფხულზეც დათესა. აგერ იგენი დავგები პამიდორები, აგერ კინძი დავთესე, რაცხა იყო ლობიო დავთესე და აგერ მწვანილი მოვუყრიფე. აგერ კიტრი მოვწყვიტე. თიშჩიტი მთაში აკვდავო, ნათქვამია ეს ისე ვარ ეს ახლა განდავადებული გაზრდილი ვარ და სასახლე ვამეშენო, სხვაგან შეიძლება იქნა ვერ გავწვი. ჯონდოს ოჯახის ამბავიც დანარჩენების მსგავსია. სტიქიის შემდეგ სასტუმროში დააბინავეს. ერთ თვეში უთხრეს ბინები იშოვეთ და ქირას ჩვენ გადაგიხდითო. ქირავნობის 6 თვიან ხელშეკრულებას მალე ვადაცა მოეწურება და კურსების დანარჩენი 58 ოჯახის მსგავსად არიცის, რაელის, როდის, გზას დროებით მაინც თუ გახსნიან, ან ნივთები გამოიტანონ, ან სახლები ფიცარ-ფიცარ, ან ის ავტომობილები უგზოობის გამო მეოთხე თვეა ჩარჩენილი რომ არის სოფელში.
ვითხოვთ აი იმ მცირე მონაკვეთი გზის გახსნას დროებით მაინც თუ ეს მუდმივად არ იქნება შესაძლებელი რომ რაც ნივთები გვაქვს გადარჩენილი შევძლოთ ამათი გატანა და მოხმარება მარტომი არა ყველამ რა თქმა უნდა სანამ დაინგრევა მოვასწროთ ამ ნივთების გატანა და მანქანები მეზობლების მანქანების გაყვანა და სასაფლაოები რომლებიც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია სულით აგულით გვინდა რომ ეს პირველ რიგში სასაფლაოებს მიეხედოს რადგან არ ვიცით ეს მიცვალებულები არეულია ფაქტიურად მიცვალებულები და ძალიან მწუხართ და განვიცით ამბავს ჩემი ოჯახი 87 წელში სვანეთიდან დამეწყლები არიან და იქედან დასახლდნენ ააშენეს ეს სახლი აქ და 95 წელში შემოსახლით ყველა და მას შემდეგ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველამ ოჯახის წევრებმა ვაშენეთ ვამატეთ არ ვიცი ყველა ღონე ვიხმარეთ მარტო ჩვენმა თაობამ ჩემი დედამთილ მამთილ თაობამ არა ჩემმა თაობამ ჩვენმა შვილებმა ყველას მონაწილეობა გვაქვს მიღებული ამ ყველაფრის ასე მოწყობაში მოკოხტავებაში და ძალიან თუ მდგომარეობაში ვართ არაფერი აღარ გვჩება ერთი გოჯი მიწაც კი არ გვჩება რომ აქ ვიარსებოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ ცხოვრების გასაგრძელებლად სახელმწიფო მათ მიზერულ კომპენსაციას ჰპირდება 50,000 ლარი იმ ოჯახებს რომელთა არც ერთ წევრს არსად სხვა საკუთრება არ გააჩნია და 30,000 ლარი თუ ოჯახის რომელიმე წევრს სადმე მცირე ფართი მაინც უფიქსირდება 30,000 და 40,000 მე ვერაფერს ვერ ვიყი და ვერ ავაშენებ ნორმალურად ჩემი ფასონ საბაზრო ღირებულები და მოვწენ ჭიშკარი ჩასვლა ეგერ დაბლა ჩემმა ძმისშვენმა დანგრეულ ზაბორები რო ნახე და 15,000 ლარი დაგუვიდა გონია ის ჭიშკარი თუ 10,000 ლარი ჭიშკარს ვერ შევსავ დღეს 20,000 არიციან რა ღირს ამკინ არამე რაში გამევიყენო მითხარ ის შენი 30,000 და 50,000 მათხოვარს რო 5 კაბიკი შევუგდებ იგანა 20 კაბიკია იგია მაგი ხო მე თუ არაფერი 30,000 ლარად გარაჟს ვერ გააკეთებ და გარაჟში ხარ იცხოვრებ 2000 ასეთია კანონიო 2012 წელს მიიღესო და შეცვალონ მე 2012-ის მერე კანონი ამდენ რო ხოცვლიან როგორც მათ უნდათ ისე კანონებს მე შეცვალონ ეს კანონი ყველაფერი რო გაძვირდა ჩვენზე კარგად იციან მაგათ არის შესაძლებელი ეს და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა როგორც ვხედავთ აწეულია ხო მაშინ იმოქმედოს ამ ჩვენს დამეწყლ და დაზარელებულ ხალხზე და როგორც საჭიროა და ნორმალური პირობები შეგვიქმნან ანუ რას აწეულზე ორნიშნა ეკონომიკური ზრდასრულის ხმობა დიახ თუ კი 100-ია ხო ამას გვევ თუ კი 100 არის ხო მაშინ ნორმალურად ადამიანურად როგორც შეგვეფერება გვინაზღავრონ ეს ჩვენი ზარალი და მოგცენ შესაფერი სიცხოვრების პირობები. ბიჭო, უნდა გაზარდონ 30,000 რა არის 30,000 ლარი. თუ არა არ მინდა ის 30,000 შემიშვან ერთ ოთახში მიყიდონ და კონდეს იფული მაგას კონდეს. გაც არ ვთხოვ მე ფულზე არ ამაკ მე ლაპარაკ. ანდა მომცენ იმდენი რომ მე თვითონ შევიძინო. რო უთხარი რო იყვნენ ჩამოსული იქნა ქუთაისში შეხვედრაზე 30,000 ლარი არის ბიჭო. დავა იმაშიო ხარაგაულშიო არ ეყოთო იმგენსო ასეთი პასუხი გამცა. ასეთი პასუხი გამცა. არ ეყოთ იმგენსო მაგრამ კი არიან გაჩადებული. ისე ვაღამე კი და სულა გვარებია სიზმარში. რა არ მებია ის ფულს რო გვაძლევე. იმ ხელას ვერ აშენებ ახლა ებოსის ხელას. 50,000 გეიტანებ და მე უთხარი. მაგით რა გავაკეთო მებია მე უთხარი და იქა მოგიმატოთ პატია რაღაცა რომ პატარა ცხოვა რომებიც ადამიანი არ შეხვდება. სკელიჯიბე უნდა დება უყურა სკელიჯიბე. აბა თავისთვის უნდა იყოს კარგად და სხვა არ ეცოდება დება. ეცოდება არ ეცოდება არავინ. ერთი უნდა მოვწყო კიდო. ვეძებთ ახლა ვითომ სახლს, მაგრამ სად ეძებ? ზესტაფონისკენ აბა სხვა სამნაბოდა. ხარაგული არაფერს მოგწევს. ხო. ხარაგულს რომელცა კე პატრონებია. ერთი ჰექტარი მიწა რომ მიეცა 10 კაცს ესახლებოდა და 10 მიესწრე მეტი არ მინდა მიადგილი. სახლი დაეტევა ეზოში. არ გეიმეტეს. მე ფულს შეჭამდა აბა. აქვე გინდოდა ახლოს ხო ალბათ. სადაც არ უნდა მეეცათ, ერთად რო წავსულიყავით სოფელი. ერთმანეთს მევეხმარებოდით ავაშენებდით სახლს. გეწავართ, მაგრამ შეწევრი ისევ გევიგეთ. სადაც არ მივაჭეთ, აბინიფულია 50,000.
დოლარი უნდა. მეტიც კი უნდა, მაგრამ ახლა 20 კიდე 20 რომ მიცე. სახლი ვერ შეყვარ იმაში. მე ახლა ვიყავ ზესტამონში, მითხრა სახლი არისო, ამაზე მე დამძგარულია 20 უნდაო. მაგისალა, ვესკე მაგსახში თუ აქ რატვინა იმნარი. დამოწაკთ. მაგ ფულითი ბოსერს ვერ გავაშენებიქ. სხვა რო გახვიდე. თანხა, რომელსაც სტიქიით დაზარალებულებს სთავაზობენ მთავრობის დადგენილებით, ეკომიგრანტებისთვის არის განსაზღვრული. მაგრამ არიან თუ არა ეს ადამიანები ეკომიგრანტები, სადავო საკითხია. ადამიანის ჩარევით გამოწვეული ნგრევა ხარაგაულის სოფლების შემთხვევაში რკინიგზის მშენებლობას შეიძლება უკავშირდებოდეს. გვირაბები აფეთქებით გაჰყავდათ, რაც დასახლებებშიც მკაფიოდ იგრძნობოდა. სტიქიის შემდეგ გამოქვეყნებულ გეოლოგიურ დასკვნას რკინიგზის მშენებლობის გავლენა არც დაუდასტურებია და არც უარყვია. რაც შეეხება კურსებს, იქ აფეთქებებით ტეშენიტის მოპოვება მიმდინარეობდა. სოფლის შემოგარენში 11,000 ჰექტარზე ამ დრომდე 8 მოქმედი ლიცენზიაა გაცემული. ჩამოქცევის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო 1960 წელს დახურული ქვანახშირის მაღაროც, მაგრამ მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის იკულიეს თუ არა ეს შესაძლო მიზეზები. გარემოს ეროვნული სააგენტო ორივე შემთხვევაში მოწადინებული იყო დამანგრეველი პროცესები ბუნებრივი მოვლენებისთვის დაეკავშირებინა. აი, სრული პასუხისმგებლობით უნდა განაცხადო. აბსოლუტურად ეს არის გამოწვეული ბუნებრივი ფაქტორებით, მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით. სახელმწიფო ინტერესი ასეთ დროს გასაგებია. თუ მეწყერს ადამიანის ხელოვნური ჩარევა იწვევს, დაზარალებულებს ქონება საბაზრო ღირებულებით უნდა აუნაზღაურდეთ. ამბობენ ნაშახტარი ადგილი არისო. ეგი არ აწყობს არის რომ გაამხილოს. აბა რა შეიძლება ეს სიმაღლე 60 მეტრია მეტია, უკვე ჩავარდა მიწა. რამ ჩააგდებიცა საზევიდა. მეწყერია რო იძახი, მეწყერი მე გამიგონია ახანა მეწყერი ბევრჯერ ჩამოზოელა იქ ტყეში და მოდის პირდაპირ ერთ ზოლში. ეგი რანაირი მეწყერია? აგერ ჩავარდა, ეგერ შეღე რას გავს იქით, რა ფხერა გორებია. იგი ამოვარდა. ეგი მეწყერია? მეწყერი არის მიდის პირდაპირ. მიწა ხმოდა საშიდლად. ეგი მეწყერი არ იყო. მეწყერი უფრო სხვანაირია. მეწყერი მოდის ერთ ზოლში და ეს მიწა იწევს, მერე ქვევით ჩადის, ამოვა, ჩავა. ეს რაღაცა სხვანაირი იყო. სამივე განადგურებული სოფელი წლების განმავლობაში ოფიციალურად მეწყერსაშიშ ზონად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, მაღალი რისკის ზონაში სახელმწიფო მძიმე ტექნიკით, აფეთქებების გამოყენებით სამშენებლო თუ სამრეწველო სამუშაოებზე ნებართვებს გასცემდა. შესაბამისად, სტიქია მოულოდნელობად ვერ ჩაითვლებოდა. ღვერკსა და ხემაღალში წელიწადი მთავრდება. კურსებისთვის კი მეხუთე თვე დაიწყო. ჯამში 200-მდე ოჯახმა ჯერ კიდევ არ იცის, ეღირსებათ თუ არა როდისმე საკუთარი ჭერი და სად გააგრძელებენ ამიერიდან ცხოვრებას. ჩემო სახლო